შენ თქვი რაღაც ილიაზე, ბრძოლაზე და მოლოდინებზე. თქვი რომ როცა ჩხუბობ, არანაირი წინასწარი მოლოდინი არ გაქვს და ამით წონასწორობიდან ვერავის გამოყავხარ. ხო, ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესია. ჩემი მოლოდინები ჩემივე მძიმე შრომიდან მოდის. აშკარაა რომ ჩემი სხეულისგან მაქსიმუმს ველოდები. მესმის რომ გონებაც ამისთვის მომამზადე. და ალბათ ჩემში არსებულ ნარცისულ გამოვლინებებსაც უყვარს იმ სცენაზე ათასობით ადამიანის წინაშე თავის გამოჩინა და პერფორმანსის დადება. აი ეს არის ის, რაც ამ სპორტში ყველაზე მეტად მიყვარს და ჩემს ხასიათს შეესაბამება. ძალიან აზარტული და კონკურენტუნარიანი ვარ. მოგება მინდა, მაგრამ საკუთარ თავს არასდროს მოვატყუებ. ჩემს კარიერაში 4 წლის ასაკიდან მოყოლებული, რაც ჭიდაობაზე დავდივარ, არც ერთ მწვრთნელს არ დასჭირვებია ჩემი გვერდზე გაყვანა და ბრძოლების მენტალურ მხარეზე საუბარი, რადგანაც ჩემთვის ყოველთვის ბუნებრივი იყო. ზუსტად არ ვიცი. იმიტომ ხომ არ ხდებოდა ასე, რომ ხედავდნენ კარგად ვართმევდი თავს და ჩემს მენტალურ მდგომარეობას ეთანხმებოდნენ. თუ უბრალოდ ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა ჩემს თავში. მაგრამ მე ყოველთვის ძალიან კომფორტულად და მშვიდად ვიყავი იმ რეალობასთან, რომ ეს არის შეჯიბრი. ეს არის თამაში, ძალიან აზარტული ვარ. წვრილმანებსაც კი ვითვალისწინებ და ყველაფერი პერსონალურად მიმაქვს გულთან. და როცა იქ წინასწარი მოლოდინებით შევდივარ, ბრძოლის წინაც ვთქვი. ილიას იმდენი სიმართლე უთხარით და ჩემი აზრით ადამიანისთვის მწარე სიმართლის პირში თქმა უდიდესი იარაღია. მით უმეტეს მისნაირი ტიპისთვის, რადგან ეს მათ რეალობას კიდევ უფრო აშორებს. მე რომ მას ზუსტი სიმართლეც ვუთხრა, ზუსტად ის, რაც მოხდება, მეგობარო, შეცდომას უშვებ ამდენი მოლოდინით, როცა მეორე რაუნდში გადავალთ, მესამე რაუნდში გადავალთ და ყველაფერი ისე არ წავა, როგორც შენი წინასწარმეტყველი, ინატრე ან ელოდი. მე რას აპირებთქო? აი ზუსტად ეს სიტყვები უთხარი და ამან ის რეალობას კიდევ უფრო დააშორა. თითქოს სურდა დაემტკიცებინა რომ ვცდებოდი. უნდა დაემტკიცებინა რომ თავად იყო მართალი. და მას არ სურდა სხვა აზრის მოსმენა, რადგან აშკარაა მე მას არ ვიცნობ. მან საკუთარი თავი ჩემზე უკეთ იცის. მაგრამ მე აქამდე იმიტომ მოვედი, რომ სხვისი აზრის გათვალისწინება შემეძლია. იმიტომ რომ ვუსმენ ხალხს, გუშინაც დავწერე, ყოველი ადამიანი ადგილი თუ მოვლენა, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, საბოლოოდ დაეხმარა ჩემს გონებასა და სხეულს ინფორმის მიღებაში, რომ კვირა დღეს მომხდარ სიტუაციას გაუმკლავებოდი. წარსულიდან უდიდესი გამოცდილების წამოღება შემეძლია. ჩემი წაგებებიდან, მოგებებიდან, დაბრკოლებებიდან, მარცხიდან თუ მიღწევებიდან. მოკლედ ყოველი დღე ახალი გამოცდილებაა. და მუდმივად ვცდილობ ვისწავლო და უკეთესი გავხდე. არ ვიცი რატომ შემეძლია ასეთი პერფორმანსების დადება. გონია უბრალოდ ასეთი ვარ. როცა ვამბობდი რომ მინდოდა ისტორიაში ყველაზე სანახაობრივი მებრძოლი ყოფილიყავი, ეს იმას არ ნიშნავდა რომ ამას მიზანმიმართულად გეგმავდი. უბრალოდ თავად ეს ფიქრი იყო ძალიან მაგარი. თორემ მე სულ მე ვიყავი. და ბედნიერი ვარ რომ ბავშვობიდან მოყოლებული პატარა ქალაქიდან გამოსულს ყოველთვის მქონდა ოჯახის, მეგობრების, მწვრთნელების, მასწავლებლების და აბსოლუტურად ყველას ურყევი მხარდაჭერა. უბრალოდ სიგიჟია ამ ყველაფრის მერე მწვერვალზე ყოფნა. მართლა სიგიჟია. ერთ-ერთი რამ, რაც ჩემი აზრით უდიდესი ფაქტორი იყო ამ ბრძოლაში, არის ის, რომ შენ ნამდვილ ომებში ხარ დამყოფი. უამრავი მძიმე ბრძოლა გადაგიტანია. ილიას კი რეალურად მხოლოდ ჯაი ჰერბერტთან ჰქონდა რამდენიმე რთული მომენტი. იუსუფ ზალმაც შეუქმნა გარკვეული პრობლემები, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. ეს ომები რაც შენ გადაგიტანია, ეს ნამდვილი სასტიკი და ბინძური ჩხუბები. შენთვის კომფორტულია. ეს წინ და უკან წასვლა. კომფორტულია გაძლება. შენ იცი რომ არ გაწდები. იცი რომ თუ სხეული გაგიძლებს, ბრძოლას გააგრძელებ და ბოლომდე აიტან. ფიქრობ მას მსგავსი რამ მანამდე არ გამოუცდია. ამიტომ როცა შენ მეორე რაუნდში არ გაწდი და ჩემი აზრით მან შეცდომა დაუშვა. ამაში აბსოლუტურად მართალი ხარ, როცა თქვი რომ პარტერში გადასვლით შეცდომა დაუშვა და რომ მან კორპუსში დაგაზიანა. გუშინ ტრევორს უთხარი. ფიქრობ მან რომ კორპუსში მატკინა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მოვიგეთქო. როდესაც მან დამარტყა და დავეცი, ეს ალბათ უკვე მეოთხე ან მეხუთე იყო. მანამდე რამდენიმე ძალიან სუფთა დარტყმა გამიტარა და ალბათ იგრძნო რომ გასაჭირში ვიყავი და მტკიოდა. ფიქრობ ამ ფაქტმა აიძულა მთელი ძალები დაეხარჯა.
რადგან ეს იყო მისი ბოლო შანსი ჩემი გათიშვისთვის და თითქმის გამთიშა კიდეც. მაგრამ როცა დავეცი, ახლა უკვე მომხდარის შემდეგ ყოველთვის ადვილია ასეთი გადაწყვეტილებების შეფასება, მაგრამ როცა დავეცი, მას გაცილებით მეტი მოგება აქვს საბიშენით ვიდრე ნოკაუტებით და მას რომ არ ქონოდა იმის რწმენა, რომ იქ პარტერში შეძლებდა ჩემს გათიშვას, განსაკუთრებით ჰაბიბის ბრძოლის, ჩარლზ ოლივეირას ბრძოლის და ჩემი გრეპლინგის გარშემო არსებული მთელი ამ ნეგატივის ფონზე. ვფიქრობ, სულელი უნდა ყოფილიყო ეგ რომ არ ეცადა, რადგან სხვა შემთხვევაში მე ისევ წამოვდგებოდი და ის ისევ წინ წამოვიდოდა ჩემს გასათიშად. მე ფეხებში შევიდოდი, გარს დავიკავებდი. ის მაინც ჩემ ზემოთ აღმოჩნდებოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. მე ხომ არ ვიჯდებოდი იქ და ხელახლა დარტყმების გასვლას არ დავუწყებდი. გადავიდოდი გრეპლინგის სიტუაციებში. ან ისეთ რამეს გავაკეთებდი, რომ იძულებული გამეხადა ჩემზე გადმოსულიყო. მაგრამ ვფიქრობ, ჩემმა დაზიანებამ აიძულა ის, რომ თავისი ენერგიის ავზი მთლიანად დაეცალა. სულ ამოეწურა საწვავი. და ფინიშზე წავიდა. ვფიქრობ, ეს ის არჩევანი იყო, რომელიც უნდა გაეკეთებინა, რადგან სიტუაცია მისთვის მაინც გაუარესდებოდა. პირველ რაუნდში გავანადგურე. შეიძლება მსაჯების ბარათებზე ახლო რაუნდი იყო, მაგრამ იმ ზიანმა, რაც მე მას პირველ რაუნდში მივაყენე, განსაზღვრა ბრძოლის მთელი დარჩენილი ნაწილი. მეც ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო. და რასაც ამბობ, ძალიან სწორია. მაგრამ მე რასაც ვამბობ, არის იმ კუთხით, რომ ის თავად ითხოვდა ამას. პირველ ორ რაუნდში უნდა დავასრულო. იმ ზიანის გათვალისწინებით, რასაც თავად იღებდა, მან დიდი რისკები გასწია. შიგნით შემოვიდა, ხელები შენს ლავიძზე ჰქონდა, ძალიან კარგ დარტყმებს სვამდა. მანამდე ორი დარტყმა კორპუსში, შემდეგ კი ის მარცხენა ჰუკი ღვიძლში. ხმა, რომელიც იმ დარტყმამ გამოსცა, სიგიჟე იყო. ეს ბოლო დარტყმა სუფთა იყო, ზუსტი და ღრმა. თუმცა შეიძლებოდა თქვა, რომ უკვე ნატკენი იყავი. და აი რას გულისხმობ შეცდომაში, როცა გამოდიხარ, უნდა იცოდე, რომ 5 რაუნდს ჩხუბობ. მან კი იგრძნო, რომ იქვე უნდა გამოეშვა ყველაფერი. ამ სცენარში ჭკვიანურად რომ მოქცეულიყო და ეთქვა, წინ 5 რაუნდი გვაქვს, მოდი ცოტათი უკან დავიხევო, მოდი ჯერ ცოტას დავაზიანებო, მაგრამ ის უფრო ფიქრობდა, მოდი სწრაფად მოვაშორებ აქედან. ჯასტინს ხომ არ შეუძლია გრეპლინგი, არ შეუძლია ყველა ამ რამის გაკეთება, რასაც ბევრი ფიქრობს. არადა ჯასტინი შესანიშნავი გრეპლერია და შენ შემთხვევაში რაც იყო ძალიან ჭკვიანური. როცა იღლები, სწორედ მაშინ ხდება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებების მიღება. მწვრთნელობაში ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიდგომა არის ეს: მეტოქეს ვღლით, მერე ვაიძულებ ცუდი გადაწყვეტილებები მიიღოს და შემდეგ ამ შეცდომებს ვიყენებთ. ჯასტინმა შეძლო იმდენად 7 დარჩენილიყო აქ. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსში უმძიმესი დარტყმები მიიღო და როცა ღვიძლში გვხვდება დარტყმა, ეს სრულიად განსხვავდება თავში მოხვედრისგან. თავში დარტყმა გავს ბარში ძმაკაცებთან ერთად შოტის დალივას. ჰეი, წავედითო, მაგრამ კორპუსში დარტყმისას კვდები. ღვიძლში რომ გვხვდება, გრძნობ რომ კვდები. და ჯასტინის ყველა ის გადაწყვეტილება, რაც მან პარტერში მიიღო, სამკუთხედიდან დაწყებული ამბარით დასრულებული. და ისიც რომ ზურგზე ფრთლად არ გაწვა. ამ სცენარში უამრავი კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. და მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო ილიას მხრიდან. რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლებოდა წასულიყო ყველაფერი, მაგრამ ბრძოლებში სწორედ ასეთი მომენტები ხდის ჩხუბს დიდებულს. დაბრკოლებების გადალახვა და მან ეს წინასწარ განსაზღვრა. მან ეს თქვა კიდეც, მე ყველაფერს გადავლახავ. გამოვალ და ყველაზე ცუდ სცენარს დავხვდები. რა უნდა მიქნათ? მაქსთან ბრძოლის ბოლო წამზე უზარმაზარ ნოკაუტში ვარ ნამყოფი. ამაზე უარეს ვერაფერს მიზამთ. და ეს მენტალიტეტი ჩემი აზრით არის ის, რაც ყველა მებრძოლმა უნდა აიღოს მაგალითად. როგორც შენ ამბობ ხოლმე, ყოველთვის ელოდე ომს, ყოველთვის. და ნოკდაუნში ჩავარდნა მოსულა. მიყვარს, ძალიან მიყვარს იმის ყურება, როცა ხალხი ნოკდაუნში ვარდება. რადგან ჩემი საყვარელი ნაწილია იმის ნახვა, თუ როგორ დგებიან ისინი. და მე ამიტომ მიყვარს ჩხუბი, თუ როგორ დგება ხალხი, როგორ უძლებენ. და ეს იყო მეორე რაუნდის მთავარი ისტორია, რომ შენ გამოსავალი იპოვე და გაძელი. მესამე რაუნდში ტემპის ცვლილება ძალიან აშკარა იყო. რადგან ის სპრინტი რაც ილიამ გააკეთა, როცა შენს გათიშვას ცდილობდა, მან უამრავი ენერგია დახარჯა და დიდებულ ჩელსონენს აქვს ნათქვამი, თუ ნოკაუტით მოგებას ცდილობ და ვერ შეძლებ, ბრძოლა საბმიშენით ვეღარ მოიგებო. და ხშირად ასეც ხდება. რადგან შენ სხვებზე უკეთიცი, წეული 2 წუთი მთელი ძალით რომ უბრახუნო ტომარას, ყველაფერი რაც გაქვს რომ ჩადო და მერე გითხრან დროაო, 1 წუთის შესვენება საკმარისი არ არის. არ არის საკმარისი. მომზადების დროსაც კი, ამის მერე 2 წუთი დაღლილი ხარ. ეგეც სიგიჟე იყო. ამ ბრძოლისთვის მომზადებაზე რომ ვისაუბროთ, მე მაქსიმუმ 20-30 წამიან სპრინტებს ვაკეთებ. მისთვის კი ეს 2 წუთიანი სპრინტი იყო. ბოლომდე სრული ძალით. ყველაფერი სრული ძალით, ყოველი დარტყმა სრული ძალით. მომენტები უნდა შეარჩიო, ხომ ასეა? მას კი ეს არ გაუკეთებია. უბრალოდ ყველაფერს ერთად ისროდა. ეს არის ახალგაზრდა ბიჭი, უზარმაზარი თავდაჯერებულობით, რადგან ის 2 დივიზიონშია მსოფლიო ჩემპიონი და გონია რომ ისტორიაში საუკეთესო გახდება და შეიძლება მაინც გახდეს. რამდენი ის არის ახლა? 28 წლისაა? ახლა ამის შანსები ძალიან შემცირდა. ამ წაგების გამო იმედია შეძლებს. მეც იმედი მაქვს. იმედი მაქვს და ვიცი, რომ მას აქვს უნარები. ვიცი, რომ აქვს იმის უნარი,
რომ ისევ გახდეს ჩემპიონი. თუმცა იგივე მოხდა ტონი ფერგისონის შემთხვევაშიც. მე ტონი ფერგისონის თავდაჯერებულობა კი არ გავტეხე. არამედ მისი ოპონენტების აღქმა შევცვალე მის მიმართ. და ეს უზარმაზარი ფაქტორია. როცა იქ შედიხარ, ანუ ვის ებრძვი, რას ფიქრობ. მანამდე ეს იყო ტიპი, რომელსაც ვერაფერს უხერხებდი, რომელსაც ვერ გაცდებოდი, ვისთანაც ვერ გადარჩებოდი და როგორც კი ხალხს ვაჩვენე, რომ ყველაფერი რაც უნდა გააკეთო არის უბრალოდ ამის გადატანა. ახლა უკვე აღარავინ შევა იმ ფიქრით, რომ ის დაუმარცხებელია. და ეს იყო მისი იდენტობა. ახლა მისთვის ძალიან რთული ამოცანა იქნება იმ ხალხთან ჩხუბი, ვისაც მისი აღარ ეშინია. ეს საინტერესოა. ეს არის მაიკ ტაისონი თავის პრაიმში. ეს არის ანდერსონ სილვა თავის პრაიმში. როცა ბრძოლა მანამდე იყო წაგებული, სანამ რინგზე შეხვიდოდი. ბრძოლა წაგებული იყო მანამ, სანამ ის შიგნით საერთოდ შევიდოდა ფიზიკურად.